ქართული ნატურალური პროდუქტი ლონდონის საერთაშორისო ბაზარზე წელს პირველად მსოფლიოს 80 ქვეყნის სხვადასხვა კომპანიას 8 ქართული კომპანია შეუერთდა. ბაზრობაზე სადაც ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებია წარმოდგენილი ქართული ღვინო, პური, ტყემალი და ჩაიც გამოიფინა ღვინის საერთაშორისო ბაზრობაზე ქართული პროდუქცია ტურიზმის სააგენტოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელშეწყობით. გამოიფინა უწყების ხელმძღვანელები ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას თავად ეწეოდნენ საკმაოდ მასშტაბურ ფესტივალზე ქართული კუთხე ყველასგან გამოირჩეოდა დღეს ტენთან ყველაზე დიდი დრო ცნობილმა ფრანგმა დეგუსტატორმა და ტელეწამყვანმა იზაბელ ლეგერონმა გაატარა, რომელმაც ქართული ღვინო მსოფლიოს საკუთარი რეპორტაჟით გააცნო. ქართული ტრადიციები ქვევში შენახვა ღვინის არის უნიკალური, წამოვიდა საქართველოდან და ზუსტად ამის გამო დღეს 8 წარმომადგენელი მცირე მეწარმეები არიან ჩამოსული ლონდონში. ძალიან დიდი ინტერესი არის როგორც კომპანიების მხრიდან, ასევე ჩვეულებრივად ხალხის მხრიდან. უნიკალური შესაძლებლობა არის ქართველი ქვევრის ღვინის მეწარმეებისთვის, რომ პოპულარიზაცია გაუწევთ თავიანთ პროდუქციას და ასევე რა თქმა უნდა მომავლისთვის რეალიზაცია სხვადასხვა მსოფლიოს ბაზრებზე. ქვევრი არის უნიკალური მეთოდოლოგია ღვინის დამზადების, რომელიც გამოირჩევა და რეზულტატი არის ბიოღვინო ყოველივე ხელოვნური დანამატების გარეშე და რა თქმა უნდა დაინტერესება არის დიდი. ჩვენ ამ პროექტში ერთობლივად ვთანხმობთ ტურიზმის სააგენტოსთან, რადგანაც ღვინის ექსპორტი უშუალოდ არის დაკავშირებული აგრეთვე ღვინის ტურიზმის განვითარებასთან და ჩვენ იმედოვნებთ, რომ მომავალში გავაგრძელებთ ამ ტიპის ღონისძიებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის პოპულარიზაციის საზღვარგარეთ. მოხარული ვარ, რომ ქართულ ღვინოს დღეს აღვხედავ. თქვენ ღვინის დაყენების ძალიან საინტერესო ისტორია და ტრადიცია გაქვთ, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. ეს საერთაშორისო გამოფენა კი დაგეხმარებათ, რომ მისი უნიკალურობა სხვებმა შეიგრძნონ და შეიყვარონ.